გასაჯაროებას იტთან დაკავშირებით და ნეტთან დაკავშირებით თქვენ იქიდან მიიღეთ პასუხი რამდენიმე თვის შემდეგ და თქვენს პოსტში არის ასეთი პასაჟი, რომ იქ საუბარია, რომ ეს არის განცალკავებული ორგანიზაცია და ამერიკაში მიმდინარე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე თქვენ ამბობთ, რომ ამ შემთხვევაში უნდა გასაჯაროდეს თითოეული ცენტი. რომ გითხრათ თქვენი სტატუსის მთავარი პასაჟი და ევროკავშირის საერთოსთან მიმოწერის შესახებ დეტალების. რომ გითხრათ თქვენ ამაზე გისაუბრიათ, თუმცა მაინც დამატებთ, რომ უგვაწოდოთ ინფორმაციას. უპირველეს ყოვლისა ხაზგასაცმელია და დამაიმედებელია ის ტენდენციები, რასაც შევხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ის, რაზე ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია ვსაუბრობთ. იმაზე თუ როგორ მავნე ქმედებებთან გვაქვს საქმე ზოგიერთი დონორის მხრიდან, ან ზოგიერთი დონორის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციის ნაბიჯებით. ამ ყველაფერზე დღეს უკვე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად პრეზიდენტი. გახსოვთ თქვენ, რომ წლებიამე ვსაუბრობდი USA-თან დაკავშირებით, ნეტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეს შეეხებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარალელურ დათვლის ყალბის შედეგების გავრცელებას ისვეთის მხრიდან, რომელშიც ჩართული იყო USAID-ის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, რომელიც პირდაპირ გვატყუებდა, რომ მონაცემები იყო სწორი და შემდეგ გაირკვა ისვეთის აღიარებითვე, რომ USAID-მაც იცოდა, რომ ეს იყო მცდარი ინფორმაციები და მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ასევე მაშინდელმა ელჩმაც იცოდა, რომ ყალბი რიცხვები იყო პარალელურ დათვლის შედეგებისა და თავისი სტატუსის მიუხედავად, რომ ის მედიატორის როლს ასრულებდა, მალავდა ამ მონაცემებს. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ის მაგალითი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია აძლევს სხვა ქვეყნებს, ფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებმა ეს მაგალითი ამ მაგალითს მიბაძონ. თუ კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაფინანსებული პროექტების კეთილსინდისიერებას, ქვეყანა, რომელიც არის ყველაზე დიდი დონორი ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, აქ რა თქმა უნდა წარმოიშობა ეჭვი, რომ სხვა ქვეყნებშიც შესაძლოა, სხვა ქვეყნების დაფინანსებაშიც შესაძლოა არსებობდეს ასეთი არაკეთილსინდისიერი ასე თქვა მიმართულებები თუ მიზნები. ამიტომ ჩემი მოწოდება ყველა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც საქართველოში ხარჯავს ფულს, რომ გადაამოწმონ, რაში მიხარჯება მათი გადასახადის გადამხდელების ფული, თუ კი ამდენი არაეფექტიანი ხარჯვა, ამდენი მავნებლური ხარჯვა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან ვისმენთ, გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქ ალბათობა იმის, რომ სხვა ქვეყნების ხარჯებშიც იქნება ასეთი მავნებლური პროექტები არის დიდი. და ზოგიერთი მაგალითი ისედაც ვიცით, ხომ? სულ ბოლო მაგალითი იყო, როდესაც დანიის სახელმწიფო წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა NGO-ს საფარქვეშ მოქმედ პოლიტიკურ ძალასთან. შეგახსენებთ ლელოს მოკავშირე თავისუფლების მოედანი, რომელსაც უფინანსებდა პირდაპირ საარჩევნო კამპანიას და ჩვენი დიდი მცდელობის და ხმაურის შემდეგ ჩახსნა მხოლოდ ეს დაფინანსება, რომელიც ამავე დროს უკანონო დაფინანსება იყო. რაც შეეხება ჩემ წერილს, ამ წერილს აქამდე საჯაროდ არ გამომქონდა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, მათ შორის თარიღით მნიშვნელოვანია, როდის იყო ეს მიმოწერა. თქვენ იცით, რომ როდესაც ჩვენ 2023 წელს დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონი, მაშინ მოყვა ამას დიდი წინააღმდეგობა და არ მივიღეთ. მაშინ ჩვენ მივიღეთ პირობა უცხო ქვეყნებისგან და დონორი ორგანიზაციებისგან, რომ ისინი იქნებოდნენ გამჭვირვალე ქართული ხალხისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის და ზუსტად ამ პირობასთან დაკავშირებული იყო ეს წერილიც, რომელიც მე 2023 წლის ოქტომბერში მივწერე ევროკავშირის ელჩს. მაშინ გასკდა სკანდალი, რომ აღმოჩნდა, რომ დონორების ფულით ხდებოდა ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა და ეს იყო საფუძველი იმისთვის, რომ მიმეწერა წერილობით, თორე ზეპირად არაერთხელ მქონდა ბევრ დონორთან, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენელთანაც საუბარი და თხოვნა, რომ გაესაჯაროებინა, უზრუნველყოთ მათი დაფინანსების გასაჯაროება, ვინაიდან ზეპირის საუბრებით ვერაფერს ვერ მივაღწიე, წერილობითაც მიმართ ევროკავშირის ელჩს ოქტომბერში, მას 4 თვე დასჭირდა პასუხის გასაცემად და 4 თვის თავზე გამცა პასუხი, რომ იიდი გახლავთ ცალკე ინსტიტუცია და მიმართო მას პირდაპირ. რა თქმა უნდა, ეხა ეს
არ არის სერიოზული პასუხი, რაც მივიღეთ, ვინაიდან იდი გახლავთ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მათ შორის წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, ანუ არის ევროკომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია და ევროპარლამენტელების მიერ მართული ორგანიზაცია. ის არის ყველანაირად დაკავშირებული ბრიუსელის სხვადასხვა ინსტიტუციასთან და აქ რა თქმა უნდა მისი გამჭვირვალობაზე პასუხისმგებლობაც გააჩნია ბრიუსელს და მის ინსტიტუტებს. ამიტომ სამწუხარო იყო ეს პასუხი, რომელიც არანაირად არ შეესაბამებოდა გამჭვირვალობის შესახებ მოცემულ პირობას. ამის შემდეგ იქნა, რომ ჩვენ ხელმეორედ დავაინიციეთ გამჭვირვალობის კანონი, თქვენ გახსოვთ, მაშინ ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ ის პირობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ დონორებისგან, რომ ისინი იქნებოდნენ გამჭვირვალები, არ შესრულდა და ესეც არის მოწმობა იმისა, რომ აი მიუხედავად ოფიციალური წერილობით მიმართვისა, ჯერ ერთი 4 თვე გვალოდინეს პასუხზე. და 4 თვის თავზეც მოგცეს პასუხი, რომელიც სამწუხაროდ უნდა თქვა, რომ არასერიოზული იყო, რა თქმა უნდა, და თავიდან აიცილეს პასუხისმგებლობა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და თითქოს ცალკე ინსტიტუცია არის, მიუხედავად იმისა, რომ მე დანამდვილებით ვიცი, რომ შესაბამის პირებს, დიპლომატებს თუ სხვადასხვა თანამდებობ პირებს ევროკავშირში აქვს სრული წვდომა ევროპის დემოკრატიის ფონდის პროექტების სიასთან, ნუსხასთან, ბიუჯეტთან და ასე შემდეგ. ის რაც იციან თვითონ არ უნდათ რომ გაუმხილონ ქართულ ხალხს და რა ვიცი როცა ვინმე მალავს რაღაც მონაცემებს, აქ რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მალავენ იმას, რაც არ არის კარგი სახით არ წარმოაჩენს ამ ორგანიზაცია. აქვე შეგახსენებთ, აქაც კიდევ ერთხელ არ დავასახელებ თუ ვინ, მაგრამ მაღალი რანგის დიპლომატის მხრიდან ჩემთვის ნათქვამი, რომ მან ნახა თუ რა პროექტებს აფინანსებს ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში და ის დამეთანხმა მე, რომ ის ნამდვილად აქ ჩანს პოლიტიკური დღისწესრიგი და პოლიტიკური მიკერძოება ამ ფონდის. როცა ამის შემდეგ არ ხდება, ასე ვთქვათ, გასაჯაროება, აქ რა თქმა უნდა, ეჭვი დიდი არის, რომ აქაც გარკვეული მავნე პროექტები არის დამალული. ტრამპის და ილონ მასკის განცხადებები ვნახეთ USAID-თან და NED-თან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი კრიტიკული. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მსგავსი დამოკიდებულება ამ ინჯერებთან დაკავშირებით, რა ჩნდება ამ შემთხვევაში? ორი საკითხია. პირველი, კიდევ ერთხელ დამაიმედებელი არის ის მათ შორის ტემპი, ის სიცხადე, ის პირდაპირობა, რომელსაც ჩვენ ხედავთ ახლა უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით პოლიტიკის გადახედვის მხრივ. ამავე დროს და მე იმედი მაქვს, რომ ის მოწოდება, რომელიც მე მანამდეც ვქონდა, რომ გარდა გამჭვირვალობისა მე ვისურვებდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისმა უწყებამ გამოიძიოს USAID-ის ჩართულობა 2020 წლის პაროდაცვის შედეგების, ყალბის შედეგების გავრცელების საკითხში გამოიძიოს და დაადგინოს, რასთან ჰქონდა საქმე, რა განზრახვები იყო ამის უკან, როდესაც აი ამ ყალბი პივიტით ცდილობდნენ ქვეყნის აყირავებას ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული NGO-ები. და როდესაც გაირკვა, რომ თურმე USAID-ის დონორს ცოდნია ამის შესახებ და ამას ყველას გვიმალავდა. არა მხოლოდ ხელისუფლებას, თქვენ ჟურნალისტებს გიმალავდათ ამ სიმართლეს, მოსახლეობას უმალავდა ამ სიმართლეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვფიქრობ და კარგი იქნებოდა თუ კი გამოძიებაც ჩატარდებოდა ამასთან დაკავშირებით და გაირკვეოდა რა განზრახვა იდგა ამის უკან. მეორე, რაც შეეხება ზოგადად აი ამ ტემპს, ერთის მხრივ დამაიმედებელია, მეორეს მხრივ ცოტა გასაკვირია, რომ ადგილზე დიდად არაფერი იცვლება. მათ შორის გუშინდელი რადიკალური ოპოზიციის გუშინდელი აქციაც ამის მოწმობა არის. არ ვიცი ეს რას დავაბრალოთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ Deep State-ის წინააღმდეგ გამოცხადებული პოლიტიკის შეწინააღმდეგების გარკვეული აგონიასთან გვაქვს საქმე, Deep State-ის სხვადასხვა საცეცების აგონიასთან გვაქვს საქმე და ახლა ცდილობენ, რომ გამოიყენონ ბოლო მომენტები იმისთვის, რომ არიონ სიტუაცია ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ იმასთან საქმე, რომ ბოლომდე არ არის ჯერ ჩასული ის მითითებები, რომელიც საჯაროდ გვესმის ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციიდან. ფაქტია, რომ გაცხადებული პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპის, მისი ადმინისტრაციის, მათი
განცხადებები ასევე, განცხადებები ჯერჯერობით ამასთან სრულად თანხმედრაში არ არის ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ხედავთ ადგილზე ზოგიერთი დონორის, მათგან დაფინანსებული NGO-ების თუ პარტიების მხრიდან და პირიქით ხედავთ უფრო გამწვავებული არის მცდელობა ქვეყნის არევისა, ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლისა და მარქსიზმის წინააღმდეგ წასვლისა. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით ამ სიცხადის მოლოდინში ვართ და იმედი გვაქვს, რომ ეს სიცხადე გამოჩნდება და ის, რასაც ჩვენ საჯარო განცხადებებით, მკვეთრი და მკაფიო განცხადებებით ვხედავთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციიდან, ამის პრაქტიკულ განხორციელებას დავინახავთ როგორც ამერიკელი დონორებისგან, ისე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან და ყველა იმ ინსტიტუციის მხრიდან, რომელიც დაკავშირებული არის ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტთან და ადმინისტრაციით. ამ კითხვას დავასუსტოთ თქვენი პასუხიდან გამომდინარე, აი რა იცვლება ამ შემთხვევაში მაშინ ტრამპის პრეზიდენტობით ამერიკაში საქართველოსთან მიმართებით, იმიტომ გესვამთ ამ კითხვას, რომ აი deep state-დან გამომდინარე, აქ კიდევ რჩება ის ძალები, ვინც ახდენს ამ შემთხვევაში გავლენა, გულისხმობ აქ არსებულ ამერიკის საელჩოს მაგალითად, რჩება თუ არა ამ შემთხვევაში deep state-ის გავლენა კიდევ? სამწუხაროდ, როგორც მოგახსენეთ, ის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადდა ასე დინამიურად მიმდინარეობს აღმასრულებელი განკარგულებების სახით, თუ ასე ვთქვათ, ცენტრში ამ შემთხვევაში ვაშინგტონში მიმდინარე ასე ვთქვათ ღონისძიებებით არ აისახება საქართველოზე. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ბოლო პერიოდში ვხედავთ პირიქით გამწვავების მცდელობას რადიკალური ოპოზიციის და მათი მოკავშირე რადიკალური NGO-ების მხრიდან, რომელსაც ზუსტად რომლის დაფინანსების წყაროც ზუსტად საბოლოო ჯამში მიდის ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტამდე და ჩვენ ჯერჯერობით ამ პოლიტიკის ასახვას ადგილზე ვერ ხედავთ. იმედი გვაქვს, რომ დავინახავთ ამის სიგნალებს როგორც დონორების, ისე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თუ ამერიკის სხვა წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში. რაც შეეხება თავად პოლიტიკას, რომელიც წარმოებს, ჩვენ გვიხარია, რომ ის, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ის პოლიტიკა და მიდგომები, რაც ჩვენ გვქონდა უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთში არის ასახული პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაში, მათ შორის მის აღმასრულებელ განკარგულებაში, რომელსაც საფუძველი ჩაუდო გადახედვა საერთაშორისო დახმარების, იქ პირდაპირ საფუძვლად არის მოტანილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის დაფინანსებით ხდებოდა სხვა ქვეყნებში უცხო იდეოლოგიების თავსმოხვევა, დესტაბილიზაციის შეტანა, ჰარმონიული განვითარებისთვის ხელის შეშლა. რასაც ჩვენ საუბრობდით, ამდენი ხანი საუბრობდით და ამაზე ჰქონდათ ისეთ მწვავე რეაქცია სხვადასხვა წარმომადგენლებს. ასე რომ ჩვენ კვლავ მოლოდინში ვართ. კარგი არის ის სიტყვა, რომელიც ჩვენ გავიგეთ, ეხლა გვაინტერესებს საქმე, როგორ განხორციელდება საქართველოში, ჯერჯერობით ხედავთ პირიქით უფრო გამწვავებას იმ ტაქტიკებისა, რომელიც აქამდე ჰქონდათ ოპოზიციას და მის მოკავშირე NGO-ებს ხელისუფლების ასე ვთქვათ წინააღმდეგ არადემოკრატიული ქცევისა და ნახოთ ეს ტაქტიკებს ვაკვირდებით და იმედი გვაქვს, რომ deep state-ის წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა აისახება საქმეთ საქართველოში. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ბიუროზე უკვე განიხილდა პირველში პროცედურული ნაწილი რომ გამომართოთ, შემდეგ ზონზარების ვისაუბროთ და ვთქვით, რომ ოპოზიცია არ აპირებს, რომ საგამოძიებო კომისიასთან ითანამშრომლოს, რაც ითვლით ოპოზიციას უზენაესი კანონის და სამართლის ფრაქცია ქართულ-მოცემულმა დაინიშნა საგამოძიებო კომისია, რომელიც 4 შაბათს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით იქნება დაფუძნებული. შემდეგ ჩამოყალიბდება, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული იქნება კვოტები პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ფრაქციებისთვის და დაკომპლექტდება უკვე შემადგენლობით და დაიწყებს მუშაობას, როგორც ვიცით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე 6 თვის განმავლობაში საგამოძიებო კომისია იმუშაოს და შედეგები შეაჯამოს უკვე სექტემბერში საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის უკვე მივიღოთ ამასთან დაკავშირებით დადგენილება. რაც შეეხება კომისიასთან თანამშრომლობას. ეს არ არის ვინმეს ნება, ეს არის ვალდებულება, რომელიც კანონით და მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება არის
გამოცხადდეს პირი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიის მხრიდან, კომისიაზე და მისცეს ჩვენება. თქვენ ცოტა ხნის წინ ნახეთ, რომ პოლონეთში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ყოფილი იუსტიციის მინისტრი არ გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და მიიყვანეს საგამოძიებო კომისიაში. ამიტომ საგამოძიებო კომისია არის სპეციალური საკონსტიტუციო სტატუსის მქონე ესე ვთქვათ ინსტიტუცია, ერთეული კომისია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება, მათ შორის სისხლის სამართლებრივი კოდექსით დაცული არის მისი ფუნქციონირება და ამიტომ ყველა ვალდებულია ითანამშრომლოს კომისიასთან მისცეს ჩვენება. აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პირები, რომლებიც დაბარებული იქნებიან კომისიაზე, მოვლენ და მისცემენ შესაბამის ჩვენებას. მეორეც არის საქმე, თუ კი არაფერი არ აქვს დასამალი და არ ფიქრობენ, რომ დანაშაულები აქვს ჩადენილი, რატომ არ უნდა უნდოდათ საჯაროდ და იცით, რომ საჯარო სხდომები იქნება, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა, საჯაროდ დადგნენ და უპასუხონ იმ კითხვებს, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელი აქვს ჩვენ საზოგადოებას, ზუსტად იმის გამო, რომ წლების განმავლობაში განსაკუთრებით 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობის უცხოელი მფარველებმა ხელი შეუშალეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების სრულად გამოძიებას, მას მისცეს თავშესაფარი არა მხოლოდ, არამედ დააწინაურეს, ჩასვეს უკრაინის ხელისუფლებაში, როგორც თვალი და ყური და ნახეთ რა დაატრიალა მათ შორის ასეთი ხალხის ჩასმა უკრაინის ხელისუფლებაში. ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, რომ ყველა ითანამშრომლებს და შესაბამის ჩვენებებს მისცემს საგამოძიებო კომისიას. პარტიის ოფისში გამართული კრიტიკიდან დაკავშირებით მინდა რომ ვიყოთ მთელი რიგი ცვლილებები იქნება ახალი საქართველოში და მე მაინტერესებს კონკრეტულად ის მიმართულება, როდესაც ესათვის სახელმწიფო დაწესებულების შიდა სივრცეში აქციის გამართვის უფლება მესაკუთრის თანხმობის გარეშე არ იქნება შესაძლებელი და თუ ეს ასე მოხდება, მაშინ 60 დღით პატიმრობა ემუქრებათ ადამიანებს. მაშინ როდესაც ინდიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრალური უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტში დღეს არიან სტუდენტები, რომლებიც აპროტესტებენ ქართული ოცნების პოლიტიკას, ხო? და მართავენ აქციას. რას აპირებთ? ამ სტუდენტების დაჭერას აპირებთ? ზოგადად ამ ცვლილებებზე, ზოგადადაც რატომ გახდა საჭირო ახლა ამ ცვლილებებში? ზოგადად აქ არაფერი სიახლე, სინამდვილეში აქ არაფერი არ არის, რაც შეეხება შეკრებას, манифестაციას და ასე შემდეგ. როგორც ჩვენი კონსტიტუციით, ისე კანონმდებლობით, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ნებისმიერი ქვეყნის, ის არის დაშვებული საჯარო სივრცეში, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, იცით რომ ეს გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციით, რაც შეეხება დახურულ სივრცეს, დახურული სივრცე არ არის საჯარო სივრცე, ის არის ან კერძო საკუთრება, ან სახელმწიფო საკუთრება და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმ შენობაში ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელების თანხმობა არის საჭირო მესაკუთრე, რომელსაც აქვს რომელმაც უნდა მისცეს ნებართვა შენობაში შეკრების გამართვას. ეს ესე იყო აქამდეც და ზუსტად ამას ეხება ეს საკითხი. თავად რაც შეეხება კანონმდებლობას, მნიშვნელოვანი არის, რომ კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება მოხდეს, ამიტომ თავისთავად არც შინაარსობრივად არის სიახლე რამე ამაში და არ მგონია, რომ ვინმეს კონდეს პრეტენზია, რომ ის რაც კანონით ნებადართული არ არის, მის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს და ეს უნდა იყოს მოქალაქის უფლება. სიახლე არის ის, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე გაიზრდება. ეს ერთი, მეორე, მე ვკითხეთ, ეს სტუდენტები, რომლებიც ახლა დახურულ სივრცეში საკუთარ უნივერსიტეტებში არიან, ანუ ამ ადამიანებს დაიჭერთ პატიმრობა, სტუდენტების დაჭერას აპირებთ? საქართველოს პარლამენტი არ აპირებს, აპირებს ჩარჩოს მოწესრიგებას, იმისთვის რომ იყოს რომ კანონის პარალელში ყველა შეეძლოს თავისი აზრის გამოხატვა. ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული არის ნებართვის გარეშე შეკრება ღია სივრცეში, დახურულ სივრცეში, როდესაც ის არ არის საჯარო, თუ კი საჯარო სივრცე არის სხვა არის, მაგრამ საჯარო სივრცე სადაც არ არის, იქ არის საჭირო მესაკუთრის თანხმობა, კერძო იქნება ეს სახელმწიფო. ასე არის და ასეც იყო ხა, ვიცი, პარლამენტშიც იყო გახსოვთ ცდილობა, რომ ჩაეტარებინათ აქცია და მაშინაც გახსოვთ, რომ ზოგიერთ როგორც ჩანს არ ესმოდა და მაშინაც
ვცდილობდი რომ ამეხსნეს და არ უნდა და ზოგიერთს რომ გაიგო შეიძლება რომ პარლამენტი არის საზავო სივრცე აქ ასე ვთქვათ აქციის და შეკრების ჩატარების უფლება არ არსებობს თანხმობის გარეშე რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებებს ეს ზოგადი საკითხია ადმინისტრაციულ პატიმრობასაც შეეხება რომელიც 15 დღიდან 60 დღემდე იზრდება მაქსიმალური რაოდენობა რომელიც ყველა საკითხს შეეხება არ არის სპეციფიურად ამ საკითხთან დაკავშირებით არამედ არის ზოგადი საკითხი და აქედან გამომდინარე ავტომატურად ვრცელდება თუმცა არავინ არ აპირებს ასე ვთქვათ უკიდურესი ზომების გამოყენებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით რაც შეიძლება უფრო რბილად გადაწყდეს კიდევ ერთხელ ვინმეს თუ აქვს სურვილი იქნება სტუდენტი თუ თანამშრომელი თუ არ ვიცი რაიმე მოქალაქე რომ სახელმწიფო სხვის კერძო საკუთრებაში არ ვიცი თქვენ სახლში ან თქვენ ტელევიზიაში ჩაატაროს აქცია არ მგონია რომ ვინმე ასე ადვილად შეუშვა თქვენ ტელევიზიაში რომ აქცია ჩაატაროს ხო მესაკუთრის თანხმობაა საჭირო ზუსტად ასეთივე ლოგიკა არის სახელმწიფოს საკუთრებასთან დაკავშირებით იქაც რა თქმა უნდა საჭირო არის მესაკუთრის თანხმობა ამიტომ მიმართონ თანხმობაზე და ასეთი თანხმობა მიიღო იმ შემთხვევაში თუ თანხმობა არ ექნებათ არის საჯარო სივრცე სადაც შეუფერხებლად შეუძლია ყველას შეკრება და საკუთარი პოზიციის განმარტება. უნივერსიტეტებიდან ფაქტებზე ვისაუბრეთ, რეალობა არის 60 დღეზე მეტია, ის სტუდენტები საკუთარ უნივერსიტეტებში არიან პატრიოტები და არც მგონია ეს უნივერსიტეტები, უპირველეს ყოვლისა, ეს უნივერსიტეტები არის ქართული ხალხის, სახელმწიფოს, ქართული ხალხის და საკუთრება და მათ შორის იმ სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც შესაძლოა მათ შეხედულებებს არ იზიარებენ. ამიტომ არის სასწავლო და აკადემიური სივრცე იმ დაწესებულებაში, სადაც ყველას უნდა ქონდეს შესაძლებლობა, რომ თავარი დაწესებულებას უნდა ქონდეს შესაძლებლობა, თავარ ფუნქციას ემსახუროს, რაც ნიშნავს სწავლებას და განათლების მიცემას და იმ შემთხვევაში თუ კი ვინმე სურს რომ რაიმე სახით ასე ვთქვათ დისკომფორტი შექმნას, პროტესტი გამოხატოს და ასე შემდეგ, ერთი რომ უნდა მიიღოს მესაკუთრისგან თანხმობა, ანუ როგორც თქვენს ტელევიზიაში არავინ არ უნდა შემოვიდეს თქვენი ნებართვის გარეშე შენობაში და ჩაატაროს აქციები, ასევე არც ერთ სხვა შენობაში სახელმწიფოც არ არის არანაკლებ მესაკუთრე ნებისმიერ სხვა კერძო მესაკუთრისგან განსხვავებით, უფრო მეტიც რიგ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრება კიდევ უფრო მეტი დაცვის ქვეშ არის ხოლმე. ამიტომ აქაც ზუსტად ერთი და იგივე რამე არის, თქვენ თუ არ გინდათ რომ თქვენს შენობაში ტელევიზიის შენობაში ვინმე თქვენი ნებართვის გარეშე შემოვიდეს და აქციები ატაროს, ასევე რატომ შეიძლება რომ სახელმწიფოს ამა თუ იმ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე ვინმე ატაროს აქციები. არა, პასუხი მარტივია. არა, პასუხი მარტივია, ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ჩვენ თუ არ დაემორჩილება, არსებობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. აბა სხვანაირად როგორ გინდა არაეთიკური არის კანონის დაუმორჩილებლობა და არა კანონის აღსრულება. ამიტომ კანონი უნდა დაიცვას ყველა. ეს არის კანონის უზენაესობა, მათ შორის ის ხალხი, რომელიც გვიმტკიცებს, რომ თითქოს მათ რაღაც ევროკავშირის რაღაც ღირებულებებს იზიარებენ და სინამდვილეში ფსევდო ღირებულებებს ღაღადებენ. პირველი ღირებულება ზუსტად ეს არის, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს, დაცული უნდა იყოს ყველას უფლებები და არა მხოლოდ ცალკეული ჯგუფის უფლებები, განსაკუთრებით, როდესაც რიგ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ოპოზიციის სახით რადიკალურ ჯგუფებთან. რამდენ კანონში შედის პრობლემები აი ტექნიკური დეტალების სახით გვაქვს საქმე. პირველის მიერ გადაღებულ კადრებს, როდესაც ზვია თვარაძიშვილი ფეხს უთყამს აქციის მონაწილეს. აი აქ რასთან გვაქვს საქმე? კანონის აღსრულებაზე საუბრობთ ახლა თქვენ და ნუ დააგვს თუ არა ხარებან პასუხი აი ამ ძალადობის გამო, რომელიც აქციაზე განახორციელა. უბრალოდ ხოლისა მე გახსოვთ რომ ამ აქციის დაანონსების შემდეგ მქონდა ამასთან დაკავშირებით განცხადებაც, რომ დონორები არიან ისინი, ვინც პასუხს აგებენ, პასუხისმგებელი არიან, რომ ის რადიკალიზაცია, რომელსაც აანონსებენ მათ მიერ დაფინანსებული NGO-ები და პარტიები, ეს რადიკალური აქციები არ შედგეს. სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, დონორებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა, ხედავთ პირიქით განცხადებებს, რომლებიც ძალადობრივ აქციებს მოიხსენიებს მშვიდობიან აქციად. რაც რა თქმა უნდა გამოუგნებელი არის, როდესაც ამას განსაკუთრებით ბრიუსელის სხვადასხვა ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ, როდესაც წინასწარ დაანონსებული არის ძალადობრივი აქცია,
და როცა საუბარია იმაზე, რომ მაგისტრალი უნდა იქნას ბლოკირებული, რაც წარმოადგენს კანონდარღვევას და რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ კანონდარღვევას არ დაუშვებს შესაბამისი სტრუქტურები და ამიტომაც მადლობა შინაგან სამინისტროს, რომ შესაბამისად მობილიზებული იყო და შეძლეს რომ აღიკვეთათ ეს კანონდარღვევა. წინასწარ დაანონსებული დანაშაული, რომელზეც არანაირი რეაგირება დონორებს, რომლებიც იხუტებენ შემდეგ ამ NGO-ებს არ იყო და პირიქით, როდესაც ამ დანაშაულის აღსრულება დაიწყეს და ცდილობა იყო მაგისტრალის ბლოკირებისა, რაც აღკვეთა შემდეგ პოლიციამ, ამის შემდეგ გვესმის ჩვენ დონორების წარმომადგენლებისგან, რომ ეს იყო მშვიდობიანი, ანუ დანაშაული ნიშნავს მშვიდობას, მაგისტრალის გადაკეთება ნიშნავს მშვიდობას და მშვიდობიანი აქცია იყო და პირიქით არ მოიწონეს შინაგან სამინისტროს მუშაობა. კიდე ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც მე ვთქვი დეკემბერში და რომელიც ასე მალე აუხდა ბევრ დედაქალაქს. მაშინაც ჩვენ იგივე დიპლომატები, ბრიუსელელი პოლიტიკოსები თუ ჩინოვნიკები გვიმტკიცებდნენ, რომ აქ მაშხალების ბაზუკების სროლა პოლიციისთვის, ქვების სროლა პოლიციისთვის, საქართველოს პარლამენტის დაწვის მცდელობა იყო მშვიდობიანი აქცია. ხას უსვამ, არც ერთ ბრიუსელელ ბიუროკრატს, არც ერთ დიპლომატს არ უთქვამს, არც ერთ წინადადებაში არ უთქვამს, რომ ერთეული ძალადობა მაინც ეთქვათ, ხომ? ესეც კი არ უთქვათ, რომ ძალადობასთან ქონდა საქმე, ხაზგასმით სპეციალურად ქართველი ხალხისთვის, ასე ვთქვათ, უტიფრად ტყუილის თქმის სახით გვეუბნებოდნენ, ეს იყო, რომ პოლიციელისთვის მაშხალების სროლა, პარლამენტის დაწვის მცდელობა, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა იყო მშვიდობა. და მაშინ თქვი, რომ თუ კი ეს არის მშვიდობა, ასეთი მშვიდობა გქონდეთ თავის დედაქალაქებში თქო ყოველდღე. აუხდათ, ხო? ხო აუხდათ. აი ეხლა თუ კი მათთვის მშვიდობა არის საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეთვა და ამის დაანონსება, ასეთი მშვიდობა გქონდეთ თავის მაგისტრალებზე და ავტობანებზე. არა, უყურეთ. ეხლა რაც შეეხება მეორე და უყურეთ, ეხლა რაც შეეხება, უყურეთ, რას მივყვეთ, ხო და მივყვეთ ეხლა ეტაპობრივად. დაანონსდა ძალადობრივი აქცია. გეტყვით სად იყო, ახლავე მიხვდებით სადაც იყო. დაანონსდა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების და ნაციონალ მოძრაობის მხრიდან დაანონსდა, რომ შეიკრიბებოდნენ მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოახდენდნენ მაგისტრალის ბლოკირებას. თავისთავად მაგისტრალის ბლოკირების საშუალებას, რომ სამართალდამცავები არ მისცემდნენ, ეს ხო ცხადია, ამიტომაც არსებობს პოლიცია. იქ რომ მივიდნენ, დახვდათ პოლიციის კორდონი, რომელიც მათ აფრთხილებდა, რომ არ გადაეკეტათ, არ მოეხდინათ მაგისტრალის ბლოკირება. მიუხედავად ამისა, მან სცადეს კორდონის გარღვევა და ბლოკირება. გარღვევა როგორ უნდა მოხდეს, თუ არა ძალადობით, ძალის გამოყენებით პოლიციისადმი შეწინააღმდეგებთ. ამიტომ აქ ჩვენ ვნახეთ, რომ მანამ სადამ ტროტუარზე თუ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო აქცია, პოლიციას ჰქონდა კორდონი, აფრთხილებდა, რომ მათ შორის თავაზობდა, რომ დაეკავებინათ, მიუყვებით მანდამდეც დაეკავებინათ გარკვეული ზოლი სატრანსპორტო, მაგრამ არ მოეხდინა სრული ბლოკირება. მიუხედავად ამისა, დაანონსა ჯირჩის წარმომადგენელმა, სხვა პოლიტიკოსებმა, აი ნაცები არ ვართ, რომ გაიძახიან ის თაფარფატა ანგელოზებად რომ მოაქვს თავი, არ ვართ ნაცებიო. გუშინ ვინც ასახეები ნახეთ იქ. ხო, ყველა ნაცმოძრაობის ლიდერები იყვნენ, გვარამია, ჯაფარიძე, ხოშტარია, ყველა ხო ნაცმოძრაობის ლიდერების იყო. ხო დადასტურდა, ეს აქცია არის ნაცების აქცია საბოლოო ჯამში. შესაბამისად, იქ იყვნენ, შემდეგ დაიწყეს პოლიციის კორდონის გაწევა იმისთვის, რომ ბლოკირება მოეხდინათ მაგისტრალის, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. რაც შეეხება შესაბამისად, ჩვენ რას პირველი რის მომსწრებს ვიყავით პირდაპირ ეთერში, ეს იყო დანაშაული ცდელობა, რომ მოეხდინათ ბლოკირება ავტომაგისტრალს. პოლიციის ამოცანა არის ის, რომ დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას და ზუსტად ეს გააკეთა გუშინ პოლიციამ, რომელმაც მაგისტრალის ბლოკირება არ მოახდინა. შესაბამისად, ამ დროს, როდესაც არის ძალადობრივი აქცია
რომელიც ცდილობს ძალის გამოყენებით გზის ბლოკირებას, თავისთავად საჭირო არის ასევე საპოლიციო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ მოხდეს შეკავება, დაკავება და ასე შემდეგ. რაც შეეხება ცალკეულ ინციდენტებს, მე ამაში შინაარსში და კომენტარში არ შევალ, შეუძლიათ, იმიტომ არსებობს ამისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ და სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამითი დაკავდება. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, აი ზუსტად ის იყო გამოუგნებელი, რომ ჩვენ გუშინვე მოვისმინეთ ბრიუსელელი პოლიტიკოსების თუ ჩინოვნიკების თუ დიპლომატების განცხადება, რომელმაც ღია ეთერში ისი მოწმეც ვიყავით, ძალადობრივი აქცია, რასაც ხედავდით და დაანონსებული ძალადობა იყო. პირდაპირ ვინც არ უნდა დაგხვდეთ, პოლიცია გაგწევთ გვერდზე და მოახდეთ ბლოკირებას, იქ რომ მივიდნენ, იქაც დაიმუქრნენ და ბოლოს დაიწყეს ამის შესრულება. აი ამას რომ ეძახიან მშვიდობიანს, ამის გამო არის რომ ხდება შემდეგ ეს ძალადობა. ამიტომ არის რომ ძალადობას, როდესაც ძალადობას ეძახიან მშვიდობას და მშვიდობიან აქციას, ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატი ეს აკეზებს ძალადობას. აი იმ ბაზუკასავით ნასრულ მაშხალებზე ხმარო არ მოიღეს და მშვიდობა ეძახეს, იმიტომ იყო რომ ამის შემდეგ ქვა ესროლეს. ქვაზე რო არაფერი არ მოიღეს, იმიტომ იყო ამის შემდეგ მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს, იმიტომ იყო ამის შემდეგ პარლამენტს წავდნენ. ამიტომ ყველამ თავის პასუხისმგებლობას. ამიტომ ყველამ თავის პასუხისმგებლობას უნდა მიხედოს და თავის პასუხისმგებლობას იმოქმედოს, რაც შეეხება ცალკეული შემთხვევები რა იყო და რა არა, ამას სპეციალურ საგამოძიებო კომისია სამსახური გააკეთა. მე ვიცი ერთი რამე, რომელიც წინასწარ თქვი კიდევაც რომ სამწუხაროდ დაანონსდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ავტობანის ბლოკირება და არც ერთმა დონორმა, ბრიუსელელმა ჩინოვნიკმა რატომ არავინ არ მოუწოდა მათ მიერ დაფინანსებულ NGO-ებს, რომელიც ნაცმოძრაობასთან ერთად, რომელიც ამას გეგმავდნენ საჯაროდ, უტიფრად, ღიად, რატომ ვერ ვნახეთ ვერც ერთი ელჩის, ვერც ერთი პოლიტიკოსის უცხოელის განცხადება, რომ ძვირფასო ხალხო, თუ შეიძლება მოიქცეთ კანონის შესაბამისად, ნუ დაარღვევთ კანონს. ერთადერთი, ვისაც ოპოზიცია და NGO-ები უსმენენ, ეს არიან მათი დონორები. ამიტომ არის რომ ჩუმად არიან და ამითი აკეზებენ კიდევაც ამ ძალადობას და როდესაც ძალადობას იწყებ, შესაბამისად შემდეგ უკვე ძალიან საკვირველია, როდესაც ამაზე აღარაფერს საბოლოო. მიკროფონი დატოვეთ მაშინ. არა, ბავშვები მომცემენ, მალდივებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განკარგულება არის, რომ მალდივებზე პოლიტიკოსებს, დიპლომატიური პასპორტების მქონე ადამიანებს შეიძლება შეძლეს უფლება ვიზის გარეშე და ეხლა ევროპაში უნდა შეფასდეს ვიზის გარეშე, ცდილობთ რომ ალტერნატიული გზები იყონოთ და მალდივებზე იყოს დიპლომატიური პასპორტი. თქვენ იცით რამდენიმე დღის წინ მე გახდით უნგრეთში და რა ვიცი, კარგად შევედი და გამოვიდი კიდევაც, ასე რომ არ ვიცი რა საუბარი. და მალდივები რაში დაგჭირდათ ეხლა? არ ვიცი, რა თემაზე საუბრობთ არ ვიცი. რა თემაზე საუბრობთ არ ვიცი. არის პრემიერ-მინისტრის რომ მალდივებზე შესვლის საშუალება გექნებათ. ასეთი განკარგულება ვერ იარსებებს, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობას არ შეუძლია სხვა ქვეყანაში უვიზო შესვლის საკითხის მოწესრიგება. ჩვენ შეგვიძლია ჩვენთან შემოუშვოთ ვინმე უვიზოთ, მაგრამ რომელ ქვეყანაში მაშინ მივიღებთ დადგენილებას ახლა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უვიზოთ შევიდნენ და მაშინ მოლაპარაკებები დაიწყება, ანუ ახლა ეს ხო, აი გამარჯობა, ეგ სხვა რამეა. ეს არის ხელშეკრულებები, რომელსაც ვდებთ სხვადასხვა ქვეყნებთან. იცით რომ საქართველოს პასპორტის რეიტინგი ამ მხრივ გაზრდილია, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ რომ ყველა, არ მხოლოდ მალდივი, არამედ ბევრ ქვეყანასთან გქონდეს უვიზო მიმოსვლა, ასე რომ ნახავთ ბევრ ქვეყანას, რომელიც შეიძლება თქვენთვის ეგზოტიკურიც იყოს, არაეგზოტიკურიც, დიდიც, პატარაც, ყველგან მინდა რომ უვიზოთ მიდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები. დაკავშირებით მინდა რომ დავადოსტო ტექნიკური დეტალები, აი ვიცით რომ დაჩქარებული წესით მოხდება განხილვა ამ კანონპროექტების, თუმცა ამ შემთხვევაში მინდა გკითხოთ, აი რამდენ კანონპროექტში კანონში შევა ცვლილებები, ესეც რომ გითხრათ. რომელს გულისხმობს ადმინისტრაციის რამდენიმე დღეს ახლა მეც წავადგინეთ პაკეტი. ხო, პაკეტი არის, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პროექტებს, ადმინისტრაციის სამართლის კოდექსში და ასევე სხვა პროექტებს. მთავარი არსი და კომიტეტის ხდომა არჩევა დასულდა მიმდინარეობს. მთავარი არსს უკვე ვისაუბრეთ ჩვენ, რომ არის საკითხები, რომელიც არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარებისთვის იყოს უზრუნველყოფილი
მათ შორის ის მავნე ტაქტიკები, რომელიც არის გამოყენებული, რომ არ მოხდეს იმისთვის არ იქნეს გამოყენებული საზოგადოების გახლეჩვის, დანაწევრების და შფოთის შემოტანისთვის. უნდა გითხოთ ამ პროექტებზე, რომელიც თქვენ საპროცედურო წარუდგინეთ, ეს რეგლამენტს და რამდენიმე კანონის შესაძლებლობებს ეხება. ანუ კონკრეტულად ჰერალდიკის საბჭო რომ უქმდება, ეროვნული ბიბლიოთეკა რომ ცალკე სიპად იქნება და კვლევით ცენტრზეც რატომ და ხო, ეს არის ის საკითხები, რომელზეც უკვე დიდი ხანია მიდის მუშაობა, მათ შორის მე ჩემს იმის წინა ანგარიშიც ჰქონდა დაანონსებული, რომ მნიშვნელოვანია რომ პარლამენტს ჰქონდეს გამართული სტრუქტურა, გამართული პროცედურები და ასევე იყოს სისტემურად გამართული პარლამენტი როგორც ორგანიზაცია. საქართველოს პარლამენტს დღემდე პარლამენტთან არსებული დაწესებულების სახით იყო ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო და საჯარო სამართლის იურიდიული პარლამენტის კვლევითი ცენტრი. პირველ ორ დაწესებულებასთან დაკავშირებით ერთი რომ მათი სამართლებრივი ბუნება ყოველთვის იყო პრობლემური, ვინაიდან ის თან პარლამენტთან არსებული იყო და თან არც იყო პარლამენტის სტრუქტურული ნაწილი, მაგრამ არც ცალკე იყო, ამიტომ მათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ და იქნება ეროვნული ბიბლიოთეკა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის სახით და ასევე ჰერალდიკის საბჭო იქნება სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. ეს ერთი საკითხი, რომ მათი იურიდიული სტატუსი აიწევს და ექნება დამოუკიდებელი სამართლის სუბიექტურობა და არ იქნებიან მიბმული რაღაც ორგანიზაციას და იქნებიან დამოუკიდებელი სამართლის სუბიექტები და მეორე საკითხი არის მათი უწყებრივი ქვემდებარეობა. აქამდე პარლამენტთან იყო არსებული, თუმცა ეს არც საერთაშორისო პრაქტიკაში არის სადმე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა იყოს პარლამენტთან ან ჰერალდიკის საბჭო იყოს პარლამენტთან, ყველგან ევროპას თუ შევხედავთ, ყველგან ეს არის აღმასრულებელი ფუნქცია, ჩვენთანაც საბიბლიოთეკო საქმე ეს არის საპარლამენტო საქმიანობის ნაწილი, აღმასრულებელი ფუნქცია არის, ამიტომ და დღევანდელი კანონმდებლობითაც, მაგალითად ეროვნული ბიბლიოთეკა მართალია ორგანიზაციულად არის კავშირში პარლამენტთან, თუმცა შინაარსობრივად კანონის მიხედვით ბიბლიოთეკების შესახებ არის კულტურის სამინისტროსთან მიბმული და შინაარსობრივ საკითხებს მათთან ერთად ატარებს საბიბლიოთეკო პოლიტიკა და ასე შემდეგ კულტურის სამინისტროსთან. ამიტომ ეს ბუნდოვანებაც აღმოიფხვრება, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება კულტურის სამინისტროს უწყებრივი კოორდინაციის ქვეშ, როგორც ეს არის ევროპის უმეტეს ქვეყანაში. ჰერალდიკის საბჭოც ასევე შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი, რომელიც მთავრობის კოორდინაციის ქვეშ იქნება. რაც შეეხება კვლევით ცენტრს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით 2019 წელს შეიქმნა ახლახან და მისი იდეა ცალკე იურიდიულ პირად ყოფნისა იყო, რომ დამატებითი დაფინანსება მოეზიდა და გარე კვლევები ეწარმოებინა. ეს პრაქტიკაშიც ვერ რეალიზდა იმ მასშტაბით, რაც იყო ჩაფიქრებული და ამისი საჭიროებაც პარლამენტს არ აქვს, უბრალოდ მეტი საჭიროებაა, რომ პარლამენტი თავის კვლევებზე იყოს კონცენტრირებული, ამიტომ აქაც საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ არსად ევროპაში, რაც შევისწავლეთ მაგალითები, ცალკე იურიდიულ პირად რაღაც ესეთი კვლევითი დაწესებულებები პარლამენტს არ აქვს, აპარატი არის, ვინც კვლევას აწარმოებს. ჩვენთანაც დღესაც კომიტეტის აპარატები არის, რომლებიც ძირითადად არიან დაკავებული ანალიტიკური საქმიანობით, სპეციალისტები, რომლებიც კომიტეტის აპარატში არიან. ამიტომ ამ შემთხვევაში მოხდება ამ იურიდიული პირის ლიკვიდაცია. და 10 მარტიდან შევა. 10 მარტიდან ამოქმედება, ანუ კანონი ხა ამოქმედება, მაგრამ პროცედურები არის, ვინაიდან უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში უნდა დაიწყოს ლიკვიდაციის პროცესი, რასაც ერთიანი პროცედურა არის დაახლოებით, ამიტომ 10 მარტს ჩვენ უკვე გვექნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იურიდიული პირის სტატუსით და მთავრობის ასე ვთქვათ კოლგის ქვეშ იარსებებს, გვექნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი, ამ მაღალი სტატუსით იქნება უკვე უბრალოდ ბიბლიოთეკის შემთხვევაში კულტურის სამინისტროს კოლგის ქვეშ, დეპარტამენტი სიმბოლოებისა უკვე მთავრობის კოლგის ქვეშ და პარლამენტთან არსებული სიპი კვლევითი ცენტრი ლიკვიდირებული იქნება 10 მარტიდან, უკვე აპარატი გააგრძელებს ამ საქმეს. მოგოტრები აქვს მის მოთხოვნა ზიანებებთან დაკავშირებით, რომ ის
უბრალოდ ყოვლისა მნიშვნელოვანი არის რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ითქვა სიმართლე. ჩვენ ნახეთ ამ ინციდენტის პირველივე წუთიდან მცდელობა ტყუილის. როდესაც ის ხალხი, ვინც უშუალოდ იქ იყო და შეესწრო საკუთარი თვალით ნახა, ცდილობდნენ თავდაპირველად მოეტყუებინათ საზოგადოებას, თითქოს არანაირ ძალადობას პოლიციის მიმართ ადგილი არ ჰქონია. და გახსოვთ თქვენ განცხადება იქ მყოფი ჟურნალისტების ზოგიერთის, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს იყო პროპაგანდა, ტყუილი, ცილისწამება. აღმოჩნდა, რომ არსებობდა ვიდეო ჩანაწერი და შემდეგ ყველამ დაინახა საბოლოო ჯამში, რასთან ჰქონდა საქმე. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ინციდენტი ოპონენტებმა თავიდანვე შეეცადნენ ეს ინციდენტი დაიფუძნებინათ ტყუილზე, რაც მათ არ გამოუვიდათ, რაც შეიძლება თავად ფაქტს, მე მგონი ნათელი არის, რომ ეს იყო ძალადობა პოლიციის მიმართ. აქედან გამომდინარე დანარჩენი უკვე მართლმსაჯულების საკითხი არის, ესეც არ გახლავთ ჩვენი განსახილველი საკითხი. მართლმსაჯულება როგორც სხვა შემთხვევებში აქაც იქნება სამართლიანი. მინდა ასევე რომ გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კიდევ ერთხელ დავას უბრალოდ თქვენი საუბრეთ ამ კონტექსტში, თუმცა ამ შემთხვევაში სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალების გადაკეთება რას ნიშნავს და რა მიზანი ჰქონდა გუშინ ოპოზიციას, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდა მათ რამდენჯერმე რომ არ გადაეკეტათ გზა, თუმცა ეს მაინც უნდა ხო რამდენიმე წუთის განმავლობაში რა მიზანი ჰქონდა გუშინ? რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს არის deep state-ის აგონია. და ამაზე მე წეღანას თქვი, რომ ის პოლიტიკა, რაც გაცხადებული პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპისა სამწუხაროდ ჯერ ასახოს არპოვებს ადგილზე საქართველოში. პირიქით ჩვენ ხედავთ უფრო გამწოვებულ აგონიას deep state-ის და გუშინ ვნახეთ ჩვენ რამდენიმე ასეული ადამიანის მცდელობას, რომ შეეფერხებინათ დედაქალაქის ფუნქციონირება. ამ შემთხვევაშიც ნათელი არის მიზნები რა არის? მიზნები არის რომ დააზიანონ დედაქალაქი, შესაბამისად დააზიანონ ქვეყანა, დააზიანონ მოქალაქეების ინტერესი. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ ჯერჯერობით იმედი გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ ვერ ხედავთ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც დაანონსდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ, თავის ასახვას პოებს საქართველოში და გუშინდელი ფაქტი ამისი დასტური არის, ამიტომ ჩვენ დავაკვირდებით კიდე თუ რა ქმედებები იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან, დონორების მხრიდან, ვინაიდან ვიცით რომ ოპოზიცია და NGO-ები თავის უფროსები არ არიან, ისინი ელოდებიან თუ რა განწყობები უყურებენ, თუ რა განწყობები არის ხოლმე მათ მიმართ მათი დონორების მხრიდან. კიდევ ერთხელ უპირველეს ყოვლისა ეს არის მცდელობა, რომ გადაიტანონ თემა სხვა საკითხზე. თავი თემა არის, რომ დაანონსდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, დაანონსდა ძალადობრივი აქცია, პოლიცია სხვათა შორის დაიცვა ისევ აქციის მონაწილეები იმით, რომ არ მისცა შესაძლებლობა, რომ იქ რამდენიმე ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე თავქარიან ლიდერს აქციის სხვა მონაწილეები ასე ვთქვათ გაეწირა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ. რომ არა პოლიციის მოქმედება, პრევენცია ადგილზე, მათ შეიძლება ბევრ ადამიანს ასე ვთქვათ, ბევრი ადამიანი დაყოლოდა ნაცმოძრაობის ამ ასე ვთქვათ გეგმას ძალადობრივი აქციისა და ყოფილიყო სისხლის სამართლის კანონის დამრღვევი. ამიტომ პოლიცია მათთაც გაუკეთა საქმე იმით, რომ არ მისცა საშუალება, რომ ნაციონალური მოძრაობის გეგმა აღსრულებულიყო და იქ მომხდარიყო ფართო მასშტაბით კანონის დარღვევა.